ახალი წყება სკოლა და არის გადაჭედილი მაღაზიები, ბაზრობები და განსაკუთრებით თაიგულების მეპატრონები იქნებიან ძალიან გახარებულები, იმიტომ რომ რიგები დგას. არ ვარ წინააღმდეგი არც ერთ ვარიანტში, მაგრამ ყველაზე მეტად ვერ ვიტან მეტი ჩარა მშობლების იმ კატეგორიას, რომელიც ყველა დღესასწაულს არ აქვს მნიშვნელობა, რისი დღეა. აი, მირჭობილები რო არიან მესენჯერს ტექსტით. ხომ არ გავუკეთოთ ჩვენს პედაგოგებს რამე? ხალხო, რაღაცნაირად ნელ-ნელა ხო შეიძლება გამოვიდეთ გამოქვაბულიდან. ყველა დღესასწაულზე რატო გინდათ ან თეთრეულები აჩუქოთ, ან რა ვიცი, თმისარჭი, ან ყვავილები დავანებოთ რა თავი ამ ყველაფერს ხო შეიძლება. ავირჩიოთ რამე კონკრეტული დღე, მაგალითად დაბადების დღე ან ახალი წელი, როცა ან კარგი იყოს თუნდაც 2 დღე და ნუ იქნება 10 და 15 რაღაცა გაურკვეველი დღესასწაულები. ქალთა დღე გინდა, დედის დღე გინდა თუ დედა, იმის დღე გინდა, ანუ საკმარისია ხალხო, თქვენი მეტი ჩრობა აქ არის ამოსული. ჯერ სკოლა არ დაწყებულა და მშობლები თავში ხელს ირტყამენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მშობელია, რომელიც ვითომ ასე ითავებს რაღაცებს და ანუ შეეშვით ხალხო. თავად გადაწყვიტონ, ჩემი აზრით, თავად გადაწყვიტონ, უნდა რა გაუკეთოს მშობელმა მის პედაგოგს და რომელ დღეს. საერთოდ არ მომწონს ეს კოლექტიური შეკრებები და კოლექტიური გადაცემები საჩუქრების. დარწმუნებული ვარ, ახლა შეიძლება ჩამქოლოთ, აი გადამიაროთ და მიმანაგაოთ, მაგრამ მე ასე ვფიქრობ. არასოდეს არ მომწონდა ჩათები ფულის ასაგროვებლად შექმნილი. და ვფიქრობ, რომ თავად უნდა გადაწყვიტოს მშობელმა რომელ დღეს რა აჩუქოს და სულ არ არის აუცილებელი ეს შეკრებები და მე სიების გადაცემა, ვინ რამდენი დადო და როგორ დადო და იმან არ დადო და მოკლედ რა. გამოჩნდა უამრავი ვიდეო ამ თემებთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, წინ ბევრად სახალისო დღეები გველოდება.